2025 წლის დადგომამდე დრო იწურება და როგორც აღმოჩნდა, საახალწლო სამზადისში ჩართული ბედნიერი ადამიანების რიცხვიც შემცირებისკენ მიდის. საახალწლო ბაზრობაზე, სადაც ყველაზე უკეთაა შესაძლებელი გაიგო მოქალაქეთა სადღესასწაულო განწყობა, დღეს ხალხთა ემოციებს ვერ იგრძნობდით. არც ადგილობრივ მეწარმეებს ეტყობოდათ ხალისი, რადგან საახალწლო სათამაშოები ნაძვის ხეების ნაცვლად დახლებს ამშვენებდა. როგორც აქ მომუშავენი აცხადებენ, წინა წლებთან შედარებით ხალხთა პასიურობა ცალსახაა. ამის მიზეზად კი სხვადასხვა ფაქტორს ასახელებენ, მათ შორის რიგ პროდუქციაზე ფასთა მატებასა და ქვეყანაში მიმდინარე დაძაბულ პოლიტიკურ ფონს. ძალიან შემცირებულია. ხალხის აქტივობა არ არის, არც განწყობა არ არის, თითქოს აღდგება ახალი წელი, ესეთი შეგრძნება მაქვს. ჩვენს რაიონში ქარხნის გაჩერება ძალიან დიდ გავლენას ახდენს, ქარხნის გაჩერება. შემდეგ ახლა ბევრი ემიგრაციაშიც არის ძალიან ბევრი წასული და ვეღარ მოდის რაღაც მიზეზების გამო და ალბათ ცოტა ფასთა სხვაობაც. წინა წლებთან შედარებით ფასებიც ცოტა ძვირია, ესე რომ ვთქვათ. განსაკუთრებით ხეზე არ იგრძნობა ეს, მაგრამ ხორცს პროდუქტებზეა საუბარი და ყველს ძალიან სიძვირი აქვს ამ სფეროში. ყველას ბედნიერ ახალ წელს ვუსურვებ და ყველა გახარებული ყოფილიყოს. არის ნორმალური განწყობა, მაგრამ წინა წლებთან შედარებით ძალიან დაბალი. ამიტომ შესაბამისად ჩვენს ესე მოწყენილები ვზივართ არ შეჯერებთ და არაფერი ისეთ რაღაცები ხდება ზოგადად საქართველოში ძალიან რთულია ყველასთვის იყო კარგი ხასიათზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხალხი მაინც ცდილობს რომ არ დაკარგოს ის ხალის და ის რაც ახალი წელს ხდება. ყველაფერი კარგად იქნება იმედია ჯერ პირველ რიგში საქართველოში და შემდეგ ყველაფერს ოჯახში. წინა წელს შედარებით უფრო ბევრი იყო ვიდრე ეხლა. ეხლა სიკვდილი არ არის. თითქმის არ არის იმასთან შედარებით. დიდად მხიარულობა არ არის ეხლა ამ აქციების ემგენის გამო დიდად არ არის. ყიდველთუნარიანობა დაქვეითებულ მოსახლეობას სადღესასწაულო განწყობის შენარჩუნება მაინც უწევთ. თუმცა გამოკითხულთაგან იყვნენ ისეთებიც, ვისაც საახალწლო განწყობაც აქვთ და 2025 წლის ნაყოფიერების იმედიც. საახალწლო ყველაფერი, მაგრამ საშუალება რასაც შევხვდებით. ძალიან პენსიონერი ვარ თვითონ. ერთი წველა ყველი, ორი თავი კომბოსტო. ჯერჯერობით მეტი არა. წინა წელთან შედარებით როგორ არის ფასები მომატებულია? ძალიან მომატებულია. ფასები. წინა წელთან შედარებით ყოველ კვირაში იწევს ფასი და ყოველდღიურად. 2025 წელს რა მოლოდინები გაქვთ, როგორი წელი იქნება თქვენი აზრით? მე მგონი შეიძლება ყველაფერი უკეთესობისკენ, მაინც მინდა რომ ოპტიმისტი ვიყო. უმაღლესი განწყობით, რა ვიცი. როგორც ჩანს, ხალხს ახალი წელი ახარებს, თუმცა მხოლოდ მათ, ვისაც ამის ფინანსური რესურსი გააჩნია. გული თუ გაგვიძლია ყველაფერი გაიარა. საქსტატის ინფორმაციით, რუსეთიდან იმპორტის წილი წინა წლებთან შედარებით მომატებულია, რაც ამჟამინდელი მონაცემებით 10,8% შეადგენს. ამის საპირწონედ შემცირებულია ექსპორტი. ქვეყანაში, სადაც 10,000-ობით ადამიანი ყოველდღიურად აპროტესტებს რუსეთის პოლიტიკის გატარებას, რუსეთ-დამოკიდებულება მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ეკონომისტის შეფასებით, ყოველმხრივი სავაჭრო ურთიერთობების წარმოება ქვეყანას მომგებიან პოზიციაში ამყოფებს. როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში 2022 წლის თებერვალში, მის მერე რუსეთთან გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა, ასე რომ ვთქვათ, ანუ იმპორტის წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა წინა პერიოდთან შედარებით. და ეს ზრდა ჯერ კიდევ მზარდია, მიმდინარეობს. ეს ზრდა თავის თავში მოიცავს იზრდება რუსეთიდან გადმორიცხვები, სხვადასხვა სახის საქონლის შესყიდვის რაოდენობა იზრდება. ანუ ზოგადად რომ ვთქვათ, ჩვენ ეს საერთოდ ეკონომიკურ ლიტერატურაშიც ფართოდ არის ჩაწერილი, მათ შორის სოციალისტური ეკონომიკის დროს და ასევე კაპიტალისტური ეკონომიკის მქონე ლიტერატურაში, რომ ვაჭრობა ყველა ქვეყნებთან აუცილებელია ზოგადად. მათ შორის რუსეთთან. ანუ მე როგორც ეკონომისტი ამას ამ კუთხით უყურებ, ჩვენ უნდა ვივაჭროთ როგორც რუსეთთან, ასევე სამხრეთთან, აღმოსავლეთთან და დასავლეთთან ზოგადად ქვეყნები რო არ ჩამოთვალოთ. ვაჭრობა აუცილებელია, თუმცა იგი რუსეთთან ერთის მხრივ საჭირო და მეორეს მხრივ საშიშია, რადგან რისკი, რომ რუსეთი საქართველოსთან სავაჭრო პოზიციას საკუთარ პოლიტიკურ ბერკეტად გამოიყენებს, დიდია. მაგრამ რუსეთთან ვაჭრობა არის როგორც დადებითი, ასე უარყოფითი შედეგის მომტანი. დადებითია იმ კუთხით, რომ სავაჭრო ბრუნვა იზრდება,
ბიუჯეტის შემოსავლებზე დადებითად აისახება და გადასახადების წილი იზრდება მთლიან ბიუჯეტში, ხოლო უარყოფით ის არის, რომ ამ ეკონომიკურ აქტივობას და დამოკიდებულებას რუსეთი მერე პოლიტიკურ ბერკეტად იყენებს. ამგვარ სიტუაციაში ჩავარდნილი საქართველოსთვის გამოსავალს ეკონომისტი ბორის ჭიჭინაძე ბაზრების დივერსიფიკაციაში, იმპორტ დამოკიდებულების შემცირებასა და იმპორტ ჩანაცვლებითი პოლიტიკის წარმოებაში ხედავს. ამიტომ ზოგადად ჩემი გათვლით ეს რისკიც უნდა იყოს გათვალისწინებული და ამავდროულად ჩვენ უნდა მოვახდინოთ სხვა ბაზრების დივერსიფიკაცია ქვია მას. ანუ ის საქონელი ჩვენ რაც შემოგვაქვს რუსეთიდან, ხომ არ შეიძლება თქვა სხვა ქვეყნიდან ვიყიდოთ. ანუ ამ კუთხით უნდა წავიდეს მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო გაზრდილია ეკონომიკის ზრდა მნიშვნელოვანია სხვათა შორის, ამ პერიოდებშიც ზრდა ინარჩუნებს ეკონომიკას, ზრდას ასე რომ ვთქვათ. მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ ხოლმე თქვენ გადაცემებშიდაც აღვნიშნავ ხოლმე, რომ ეს იმპორტ დამოკიდებულება უნდა შემცირდეს. ანუ განსაკუთრებით იმ პროდუქტებზე, რომლის წარმოების საშუალებაც და შესაძლებლობები ჩვენ გაგვაჩნია. განსაკუთრებით კვების პროდუქტებზეა საუბარი. წეხანაც აღვნიშნეთ, რომ რუსეთთან იზრდება სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა, მაგრამ სავაჭრო ბრუნვაში აღსანიშნავია ის, რომ ნეგატიური ჩვენთვის ის არის, რომ იმპორტის წილი უფრო იზრდება, ვიდრე ექსპორტი ჩვენი კუთხით. ანუ სავაჭრო ბრუნვა ზოგადად არის იმპორტს პლუს ექსპორტი. ანუ ჩვენთვის კაია თუ ექსპორტი გაგვეზდება რუსეთთან და იმპორტი შეგვიმცირდება. ეხლა რა ხდება? იმპორტი იზრდება, ექსპორტი შედარებით ზრდა არ არის შესამჩნევი ვიდრე იმპორტი. ამიტომ მთლიანობაში ვაჭრობა კარგია, რუსეთთან, მათ შორის ევროპასთან, ამერიკასთან, ნებისმიერ ქვეყანასთან, ოღონდ უნდა ვეცადოთ, რომ იმპორტ ჩანაცვლებითი პოლიტიკა ვაწარმოოთ და ის ტენდენციები, რაც შეინიშნება ქართულ ეკონომიკაში, რომელსაც ჩვენ ეკონომიკურ ზრდას ვარქმევთ, იმ ზრდის შედეგად მიღებული თანხები უნდა გადავისროლოთ ისეთი პოლიტიკის საწარმოებლად, რომ განვავითაროთ დარგები, რომელიც ხელს შეუწყობს იმპორტის ჩანაცვლებას ექსპორტით ასე რომ ვთქვათ. ეს მნიშვნელოვნად დადებითია როგორც ადგილებზე სამუშაო ადგილების გაზრდას უწყობს ხელს მთლიანობაში, ასევე დოლარზე მოთხოვნას ვიმცირებს. ჩვენ რაც ბედ საქონელს ვიყიდით რუსეთიდან, ასევე ევროპიდან, ირანიდან თუ ამერიკიდან არ აქვს მნიშვნელობა, რაც მეტი შემოვა, რომელსაც ჩვენ იმპორტს ვარქმევთ, მით მეტი ამერიკული დოლარი უნდა გადავურიცხოთ მათ. მაშინ როცა ამერიკული დოლარის შემოდინების წყაროები მეტად შემოსაზღვრულია ჩვენთან. ასე რომ ვთქვათ, ამიტომ იმპორტი უნდა შევამციროთ. და დოლარზე დაწოლა შევამციროთ ასე რომ ვთქვათ. ეს მთლიანობაში დადებითი ტენდენციის მომტანი იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის. ამ პრობლემების გადაჭრის გზაზე გადადგმული თითოეული ნაბიჯი ხელს შეუწყობს საქართველოს უფრო მდგრად ეკონომიკას და რაც მთავარია, უფრო დამოუკიდებელ და უსაფრთხო მომავლის შექმნას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალი წლის დღესასწაულის გამო გამოცხადებულ უქმე დღეებთან დაკავშირებით მომსახურების სააგენტო, ასევე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების სერვის ცენტრები და საინფორმაციო კოლ-ცენტრი 2025 წლის 1-დან 12 იანვრის ჩათვლით არ იმუშავებენ, ხოლო 13 იანვრიდან მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდება. მათი ცნობით, იმ პირებს, რომლებსაც მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე გასვლა 2025 წლის 1 იანვრიდან 12 იანვრის ჩათვლით უწევდათ, აღნიშნული დღეების გამოყენების შესაძლებლობა 2025 წლის 13 იანვრიდან მიეცემათ. მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გასვლას კანდიდატები 2025 წლის 13 იანვრიდან შეძლებენ. იმ პირებს, რომლებსაც შენახული ან დაჯავშნილი აქვს სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნები და აღნიშნულ პერიოდში ეწურებათ შენახვის ან დაჯავშნის დრო, ვადა გაუხანგრძლივდებათ 13 იანვრის ჩათვლით. ის პირები, რომლებიც 2024 წლის 30-31 დეკემბერს დააფიქსირებენ ცნობის მისაღებად განაცხადს, ასევე მოითხოვენ ცნობის თარგმნასა და დამოწმებას, გარდა დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნისა, დამზადებულ დოკუმენტს მიიღებენ 13 იანვრიდან. იმ პირებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალების განბაჟების ბოლო დღე უწევთ 2025 წლის 1 იანვრიდან 12 იანვრის ჩათვლით პერიოდში, საჯარიმო სანქციები არ დაეკისრებათ და განბაჟების ბოლო ვადად განისაზღვრებათ 13 იანვარი. აქვე გაცნობებთ, რომ იმ შემთხვევაში თუ საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული ჯარიმის გასაჩივრების ბოლო დღე დაემთხვევა უქმე დღეს, მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება გასაჩივრების ვადით ისარგებლოს ბოლო უქმე დღის მომდევნო პირველივე სამუშაო დღეს. ნათქვამია განცხადებაში.